გამარჯობა პატივცემულო მაყურებლებო. განმუხურის ცენტრალური სტადიონიდან ვიწყებთ ჩვენ მორიგ პირდაპირ რეპორტაჟს. მოდიში 1919 უპირისპირდება ბოლნისის სიონს, შვენიერი ატმოსფერო ტრიბუნაზე. ბოლომდე სავსეა განმუხურის ცენტრალური სტადიონი და მთელი თამაშის განმავლობაში ეს მხარდაჭერა და ეს ატმოსფერო იქნება გამორჩეული. გულშემატკივარი როგორც ყოველთვის დღესაც მეგ უკვე როგორ შეუძლია ამ გულშეტევაში თამაში ჩვენ ეს წინა სეზონშიც გვაქვს ნანახი და ამ სეზონშიც უკვე არაერთხელ ვიხილეთ ძალიან სახიფათო მომენტი დარტყმა და პირველი რეალური შანსი ბანტუმ ზაკვალიმ და იხსნებოდა დაბალი ბურთი გაიგზავნა არეულობა დარტყმა და 0-1 ამ არეულობით ისარგებლეს სიონის მოთამაშეებმა და დაწინაურდნენ. დებია 100%-იანი ვარიანტები არ ჩანდა. თამაში უნდა იგრძნოს პირველ რიგში. ამ გუნდმა კარგად გათამაშდა ახლა აქ ეს კომბინაცია დარტყმა დაგარგულია აუცილებლად მიიღებს ამ ბურთს და ისევ ერთი მეტოქეის წინააღმდეგობის დაძლევა შეიძლებოდა ჩაწოდება საჯარიმოში და მარცხენა ფლანგიდან პირველად ჩამოასწვის დღეს კუთხურს ოდიში ძალიან სახიფათო 1-1 ბაქარ მირცხულავა გატანილი გოლის ავტორი ტაიმის ბოლოს აი ამ ცდელობები ცენტრიში გადაცემა მირცხულავა და სტაჯილა უნდა გამოვიდეს კარიდან და აგვიანა სტაჯილამ და შემდეგ რა ხდება აქ ხელი თამაშობს ლასონია კიდევ ერთხელ გეტყვით ის ასრულებს პენალტს და არტყა და 1-2-ა სხეულისკენ ქონდა წაღებული უკვე ხელი თორნიკე მინდიაშვილს და ზუსტად ამ მომენტში მოხვდა ბურთი აქ სახიფათო მომენტი ოდიშის კუთხურები ძალიან სახიფათოა კიდევ ერთი დარტყმა და რა ხდება ის რომ გოლია 2-2 10-კაციანი ოდიში ახერხებს ანგარიშის გათანაბრებას კობერიძე მეორე საჰაერო დუელი იოკოვიჩი ძალიან კარგი იყო ცენტრში თუ მოესწრო გადაცემის გაკეთება არის გარკვეული დრო დარჩენილი არა გამოიწურა 2-2 შედეგიანი ფრე ძალიან დაძაბული დაპირისპირება ზედიზედ მესამე ფრე ითამაშა ბოლნისის სიონმა ოდიშისთვის ეს არის პირველი დაკარგული ქულები გუნდმა თავი არ დაზოგა 10-კაციანმა გუნდმა რომელიც მარცხდებოდა მეორე ტაიმის სტარტზე დარჩა რიცხოვნ უმცირესობაში მოახერხა მაინც ანგარიშის გათანაბრება და ტაბლოზე დააფიქსირა 2-2 მომდევნო შეხვედრას ზუგდიდის ოდიში გამართავს უკვე სტუმრად სამტრედიას წინააღმდეგ ერთი კვირის თავზე